ველოდებით შტკას მარტო ამაზე რომელიც გაწითელდა და გამოყარა ეს თავისი სიყვარულები ამას უყურეთ ხალხო ნახეთ რა ლამაზი ანუ გათარეული ვარ ისე მომწონს კომენტარი ეწერა რომ რამდენი რამ თუ გავართო ერთმანეთს ნაწილობრივ გამიხარდა რომ თურმე არიან ადამიანები ვინც რაღაცით გავს და გავარ თუმცა იმედი მაქვს რომ ემოციურობით ამდენით არ გავხართ და ამდენით გავხართ იმედი მაქვს იცით რა მინდა ხა საბერძნეთის ერთ-ერთ კაფენიოში როგორ თავად ეძახიან ვიჩნე და ვსვამდე ყავას და სუსტად ვიცი რომ არავინ მეტყვის რომ კიდევ ამატებთ რამეს დიდხანს ვიჯდე რაღაცებზე ვისაუბრო რაღაცები გადავიღო ან არც არაფერი გავაკეთე უბრალოდ ვიჯდე და ვიფიქრო და ვუყურო გარემოს აქ რატომ არ შეგვიძლია ეგ და რატომ არის რომ ყავის ჭიქაში ცხვირით არიან ჩარჭობილები ავალებენ რომ ჩაგერჭონ იმიტომ რომ მალე ადგე თუ მხოლოდ მაგალითად ყავას უკვეთავ ფაქტობრივად უნდა შეისხა და წამოხვიდე სამწუხაროდ გახმოვანება მომეწევს იმიტომ რომ ანუ არ ვიცი დამებლოკა ვიდეო სავარაუდოდ რაღაცა მუსიკები რო იყო ჩართული ალაგ-ალაგ ეგ არ მოეწონა ჩვენს ძვირფას შემოწმებლებს და ეგრევე გამიწითლეს დაუფიქრებლად რამეზე დამინდოდა მოკლედ ხო და აგერ კი მოვიბოდიალობ აქ გიყვებოდით იმას რომ მომწონს ეს სივრცე ძალიან იმიტომ რომ რამდენიმე რაღაცა ღია კაფეა და შეგიძლია ადამიანს განიტვირთო ყავა დალიო და ასე შემდეგ მე ძალიან მომწონს მსგავსი სივრცეები ზოგადად პირველი გაჩერება გახლავთ ვაი კი აქ ვამბობდი რომ ეს პიჯაკი ძალიან მომწონს და ბევრად ლამაზი ფერია ვიდრე ახლა გამოიყურება თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ისიც არ ვიცოდი შიგნით რას ვიცვამდი ამიტომ აზრი არ ქონდა მაგის ყიდვას და ისიც არ ვაპირებდი პიჯაკის ყიდვას ძალიან ბევრი მაქვს და ამიტომ ეს იმიტომ მომწონს კონკრეტულად გლდანის რომ არის საკმაოდ დიდი და ფართო არჩევანია ვიდრე პიროგითად ნახალოვკაში ძალიან მომეწონა სხვათა შორის ეს დუტის ქურთუკი აღნიშნოთ ესეც მაგრამ ხო წარმოგიდგენთ ხა ის პირველი მოდელი რო ჩავიცვარ რა გამოვჩნდები თავის ბაფთებიანად საკმაოდ ბევრი ვიარე ჩემი წონიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო ამის არჩევა რაც მოგწონს პატარა და ნუ მოკლედ ესე და ძალიან მომეწონა აქ არჩას მაგრამ ძალიან კარგი ნაჭერი იყო გული მწყდება რომ დამიბლოკა იმიტომ რომ ძალიან დეტალურად გიხსნიდით ყველაფერს ასევე ძალიან მომეწონა ჯინსის პერანგი თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ დაბალი ვარ რომ მივიდე კოჭამდე მქონდა და ანუ ჩემთვის არ იყო ცხადია ესენი უბრალოდ დავათვალიერე თორემ მსგავსი მოდელები არ მომწონს გამჭვირვალე ხა მე კი გამჭვირვალე მინდა ხო ესეც ჩემი ზედა რომელიც საბოლოოდ მერე შევიძინე თუმცა ახლა არ ვიცოდი რომ უნდა შემეძინა ხო და ხო ესეთი ღია მოდელებიც იყო მაგრამ ხა ნუ ღია მოდელი მე ნამდვილად ხო ძალიან მომეწონა ეს ქურთუკი აქ გიხსნიდით იმას რომ არ არის ძალიან ბევრი მაღაზია ისეთი სადაც ქალის ცოტათი ზომებს იპოვი ჩვენ და სამწუხაროდ ხო ეს გარე სივრცე ცოტა ტრადიციული სამოსი
ნიუ-იორკში შევიხედე რამდენიმეზე და მომეწონა სვიტერი არა რესტორნისთვის რა თქმა უნდა უბრალოდ მომეწონა და ვნანობ რომ მად რაღაცზე დავნახე და რატო არ ვიყიდე უბრალოდ ვერ ვხვდები დედა რამდენს ლაქლაქებდი აქ რა ტყუილა ვილაქლაქე რა თქმა უნდა აქ არაფერი არ არის ესეთი რაც უნდა მიყიდა იმ კონკრეტულში რაც წეღანა გაჩვენეთ აქ მით უმეტეს თავი არ უნდა შეყოთ ნუ მე ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ზედებდაცები არ იყიდებოდა ისეთი რომ რაღაც ხვდებით უფრო ჩანთები და სამოს და აქსესუარები ვნახოთ შემდეგი გაჩერება რომელია ფლოშიც შევიხედე მაგრამ არ შევსულარ იმიტომ რომ მხოლოდ ფეხსაცმელები იყო de facto რაც შეეხება შევედი რაღაცა მოდელები ვნახე თუმცა ვერაფრით მოვიხიბლე და გამოვედი ფასზე აღარაფერს ვამბობ რა ფასებში იყო ეს 60 რაღაცა გლეჯვა ფასები ეწერა და ცოტა ვერ მივხვდი იმიტომ რომ თლად ეგეთი 60-იც არ იყო და რატო იყო წეწვა ეგეც არ ვიცი ნახო აქ აზრი არ ქონდა შესვლას რა თქმა უნდა და გამოვედი ცოტა იმედგაცრუებული რომ ვერაფერი ვნახე ამდენი ვიარე ხო და ხო აქ ვამბობდი იმას რომ ძალიან მომწონდა ყოველთვის აი მსგავს მაღაზიაში ვიმუშავებდით ქოვიძახდი სადაც იყიდება ესეთი ესთეტიური რაღაცა თეთრეულები შიდა ქალის და რაღაცეები მოკლედ რა ძალიან მომწონს ძალიან აქ რაღაცები მაქვს შეძენილი და უმაგრესი ხარისხია, მინდა ავღნიშნო. აქ რატო შევბუჟიალდი, მაინც არ მახსოვს, იმიტომ რომ არაფრის ყიდვა არ მინდოდა ფეხსაცმლის და აი უბრალოდ რო შეხვალ ხვდები. აი გარე შევედი. აქ უკვე ხო, ეზზე დავნახე, რომელიც იდეაში გამხდარი გოგონასთვის, მე რო გავხდარი ყოფილიყავი, ალბათ ერთ-ერთი ეგზე და განიხილებოდა, თუმცა ნუ ეხა ეს შავთეთრში რა არის თქო და გავიქეცი პიჯაკი იყო. ხო ეს მუცელზე მოჭერილები არ არის კარგი აზრი ჩვენაირი გოგონებისთვის. რაც შეეხება ამ ზედას იყო ხასხასა და ულამაზესი ფერი. მაგრამ რადგან ნახევად გამჭვირვალე იყო, ხო, ნუ ეს მოდელი უკან დავაბრუნე. ბატაში რა თქმა უნდა ეხა არაფერი არ მინდოდა და ისევ დავუბრუნდი ეს ვაიკიკის და დავიწყე იმ მოდელების მოძებნა რა მოდელებიც შერჩეული მქონდა წინასწარ და ძალიან კაი იყო რომ ესე წინასწარ რაღაცები შევარჩიე პრინციპში უფრო პიჯაკებისკენ გამირბოდა ორივე თვალი და ხელები მიკაცკაცებდა რომ პიჯაკები მეყიდა თუმცა ნუ იდეაში არ ჭირდებოდა არაფერში პიჯაკები მამაკაცის სექციაში ვნახე ზედა და გადავირი ესე მომეწონა მაგრამ მე რადგან წარწერები არ მინდოდა უკან დავაბრუნე თორე ამ ზედას უპრობლემოდ ვიყიდიდი ისე მომეწონა ამას ვიყვებოდი ზუსტად აი აქ სოზე მოჭერა აშკარად ხო და დავიწყე მოკეთებნა მაგას გეუბნებოდით ამერიკის სხვა რაღაცები ვიპოვე, გადავიფიქრე, ანუ ხო ესე და ძალიან მომწონდა სხვა დროს ალბათ ვიყიდი, მაგრამ არა ახლა. ამაზე გადარეული ვარ ისე მომწონს. ჩემი სიყვარული წავიღე ესედაც გავაყოლე ხელს და კიდე რა წავიღე. ხო, კიდე რაღაცები ვიყავით. საკმაოდ ბევრი მოდელი ავიღე. დაუფიქრე და შევიძენდი. აი ეს ძალიან მომეწონა გოგო, აი ულამაზესია. ულამაზესი. რომელი იქნება? სიამოვნებით მოვიგებდი. ხო და წავედი გასახდელში. ბედნიერად. მერე მანდედან გამოვედი უკვე მარჩეული მქონდა მარიკოს რაღაცები მინდოდა მეყიდა რაღაცა კაბა შორტის მსგავსი მინდოდა და ხო აი ეს პირდაპირ ჩასასი ლამაზი აი ეს მოდელი ვიყიდე და ლამაზესი ხალხი გადაია ხაო და ისე უხარ და ეს რომ მოუტანე და აკეთე და მარიკოს ხოხიკაში ძალიან მომწონს და ზუსტად ეს ძალიან მეკითხა და
წამოვედი და კმაყოფილი. ანგარიში დავჩალარი და ყოფილით იმას რომ რაიმე თქო. ვერა მოვწურით. დრო რომ ქორესადე დაგხვდება. ფიქრობ რომ ძალიან კარგია, ხარისხი ძალიან კარგი. მაგრამ ბევრი რამე მქონდა კიდე საკეთებელი იყო გარე სივრცეში და პირველივე იყო რაც ყველაზე მეტად მომწონდა მაგას მოვიდე და გონდა მოვახერხოთ ხო? როცა თან 25 წუთს ყოფილი. ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე. ახლა საფიქრალია რამე ისეთი საყურე გავიკეთო რომელიც მოუხდება და ამუანათებს ყავის ფერს. ახლა რა საყურეს დავამზადე ზუსტად ვიცი რომ მსგავსი სტილი ძალიან მოუხდება მსგავსი ფერით. მაგრამ მოვანებთ იმიტომ რომ აქაც იმედენი დრო უნდა მაგის დრო არა მაქვს. ამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ხა მოვახდა. არ ვიცი რომ ახმოვანებ ყველაფერი არა კონდეს დავჭდებოდი და ყავა საუბრობდი მაგრამ შარვალი უნდა ვიყიდო გავიქცე ხო ბავშვს კოლგოტი უნდა ვიყიდო და ამზედით უნდა წავიდე ხორცი ვიყიდო ანუ ფიზიკურ დროში ვერ ვიტევი და სამზე უნდა ვიყო სახლში და უკაცრავად უღია როგორ ვასწრა მაინც რესტორანში ჩაიცვა და რაღაც არა საწყალი მოუშვათ და დავიდოთ ძალიან ადრია 16 წუთია ცხრის მორიგე ვარ ვიარე მუხლამდე ნიაღურებში აი როგორ მოვედი მართლა არ ვიცი ისეთი ნიაღურები დგას მით უფრო საურთალოზე შაბათ-კვირის მიუხედავად ვერ მოვახერხე ბლოგის გადაღება იმიტომ რომ ბებო იყო მოსული ხინკალი გავაკეთე ბიძოლა ჩემი იყო მოსული კვირა დღეს შაბათს სასწაული მოხდა ჩემ ცხოვრებაში მოკლედ ვბრუნდებოდი ვაიკიკიდან მოლში ვიყავი წასული ხო და მივდიალე იქ რამდენია და გზაში მირეკავე სათხარ უთხრა მოვდიო ადახარ მოვდიო ისა თუ დაიყო ნინო მოვიდაო ხო და მე წარმოვიდგინე ნინო ჩემი ბიძაშვილი ხო ჩემს გვერდით ცხოვრობს სხვა ბიძაშვილი მყავს წერეთელზე კიდე მეთქი ალბათ თურმე ნუიტყვი და ჩემი რძალი საბერძნეთიდან ჩაოფრინდა ორი დღით დედა ჩამოიყვანა საბერძნეთში იყო მისი დედიკო და ჩამოიყვანა მოკლედ მარტო რომ გამოეშვა ხო და ესეთი სიურპრიზი გამიკეთე და იმ ღამეს მოკლედ ერთი დღე იქ იყო დედასთან მე ჩამოვიდე და ნუ ღამე მე გამთენისეს გაფრინდა ხო და გუში ველაპარაკებოდი მესენჯერზე და თქვი რა უცნაური შეგრძნება მაქვს თქვა ანუ გუში აქ იყავი მეთქი და დღეს საბერძნეთში სკანუ ეხა გავგიშდი მეთქი როგორ შეიძლება რომ აი რამდენიმე საათში სულ შეიცვალოს სრულად ყველაფერი ხო და დღეს გახლავთ ჩემი ძმის დაბადების დღე ჩემი ძმა ჩემთვის არის ოჯახი და წერტილი არა მხოლოდ ის რომ ოჯახის წევრია და რაღაც არა ოჯახია იმხელა საყრდენია ჩემი ძმა ხალხო ჩემთვის იმხელა იმედია და აი არ ვიცი მთელი გულით გისურვებთ ზუსტად ისე დედმამიშვილობას როგორც ჩვენ გვაქვს ერთმანეთზე აი არ ვიცი ჩემი ძმა არის ჩემზე გადაფოფრილი თუ აი არ ვიცი რა შეიძლება ითქვას უსაზღროდ მენატრები მიყვარხარ ძალიან ერთადერთი ამ სამყაროში რასაც წყდება გული ის არის რომ იმდენად ნიჭიერი ხარ რომ შენ საქართველოს კარგავს რეალურად ჩემი ძმის ნიჭიერებაზე რა ვიცი არაერთხელ მისაუბრია და მადლობა ღმერთს რომ ყავს იცით დამფასებლები და შეფასებლები მის ნიჭს საოცარი პიანისტია ჩემი ძმა საოცარ მუსიკებს წერს გული მწყდება რომ ვერ იპოვა აი ის გასაღები რაც მის ნიჭს ძალიან ღიად უბრალოდ არიან ადამიანები რომლებიც გაცრობიან მიცრობენ ყველაფერს იზავენ და ჩემი ძმა არ მიეკუთვნება მაგ კატეგორიას რაცა თავისთვის არის თავის საქმეს აკეთებს და ამ სამყაროში ცოტა მგელი თუ არ ხარ ხო ხვდებით და მინდა რომ გაგიცნოს აუდიტორიამ
გიცნობდეს საზოგადოება და მე გპირდები, რომ რატომსაც მეტყვი რო გვანცა შეგიძლია ეს გააკეთო, შენს მუსიკებს აუცილებლად გამოვიტან აუდიტორიის წინაშე, რა თქმა უნდა, ალბათ YouTube-ი დამიბლოკავს და მაგისთვის ცალკე არხი უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ძმის რაც TikTok გვერდი იქნება თუ რა იქნება, მის მუსიკას ყავდეს თუნდაც 5 მსმენელი თავიდან და ამით გაიცნოს აუდიტორიამ. ძალიან მინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამფასებელი ყავს. ძალიან კარგი ადამიანები ყავს, ვინც იცნობს მის შემოქმედებას. ხო და დაბადების დღეს გილოცავ ჩემო უნიჭიერესო, ზე უნიჭიერესო ადამიანო. ნავიც გელოდები საქართველოში. როდის ხო არ ვიცით, მაგრამ გელოდები საქართველოში. შენი გვანცა. შემდეგი საკითხი. გაცოფებული ვარ, აი უკონტროლოდ გაცოფებული ვარ საკუთარ თავზე. მოკლედ გამოვწერე ზედა გითხარით კიდეც. მითხრეს რომ აბსოლუტურად კარგად მომერგებოდა და ნუ აი არ ვიცი. უკვე შიშმა შემიპყრო, რომ დიდიც ხო არ მექნებოდა შემთხვევით. რა თქმა უნდა ჩამეტია ვაიმ ჩატევას, თორე ჩამეტია, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორანში უბრალოდ ამზედას ვერ ჩავიცვამდი. მე ვერ ვიტან, როცა 80 ჩანს, ისეთი ზედები რო აცვიათ, არ მიყვარს, მე არ ჩავიცვამ ყოველ შემთხვევაში. ის რაც არ მოგწონს, რაღაცნაირად უნდა შეფუთო, ხო? მეტნაკლებად თორე ხა ამას რა შეფუთოს, რაც მე ვარ. მაგრამ ისიც ხო არ უნდა იყოს, რომ ყველა ის გიჩვენდეს, რა ქვია, ქოდის კუბიკი. ძალიან ცუდად ვქონდა ზედა, ძალიან მოტკეცილი, უსაშველოდ მოტკეცილი არა და რაწონაც მათ მითხრეს. მეგწოდა არა ვარ და რეალურად კარგად უნდა მქონოდა, მაგრამ ნუ გამოწერით არ უნდა შევიძინოთ პუტკუნა ადამიანებმა, მით უფრო გამხდარს კიდე რა უჭირს. პუტკუნებს გიჭირს ხოლმე ძირითადად ყველაფრის არჩევა, მეჩვრის მაღაზიებში. ხო და 51 ლარი წყალს გავაყოლე. კურიერიანად 51. ხო და ზედა არის ულამაზესი ხალხო, ულამაზესი, ძალიან ულამაზია. აი, როგორ ეცით, კარგად გილასაც რო ჩაიცვამთ, აი, თუნდაც რესტორანში რო ჩაიცვამთ, რაღაცა საღამოზე ჩაიცვამთ ხელიათ, რაღაცა კიპიური, ძალიან ლამაზია და სამსახურშიც რო ყოველდღურად შეგიძლიათ ჩაიცვათ, ისეთი ზედაც არის რა. სადაც თქვენ მოიხერხებთ, იქ რო შეგიძლიათ ჩაიცვათ. ხო და ვიცი ხა გავყიდო, რა თმინდა, გეხვეწებით. ხო და მე ოქროს 5 ლარად რო ყიდი და მეტყვიან რომ დამიკელიო და ავარავი რა გითხრა თუ ვინოს და გაინტერესებთ გაჩვენეთ. მართლა ძალიან ლამაზი ზედა. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო. წავიდე ხა მუსიკები ჩართო მე. ნელ-ნელა 9:30 ხდება. წავიდე. ბოლო პერიოდში ხშირად ვცხოვრობ ხოლმე რომ რაღაც ძალიან არა ადეკვატური სახე მაქვს და არ მაქვს ისეთი როგორიც ზოგადად გვანცას აქვს ხოლმე და უნდა მქონდეს. რა თქმა უნდა ეს ასეა. უბრალოდ რაღაცები ხდება, რაც ხანდახან არ არის განსახილველი, ესე მასშტაბურად, ასე ვთქვათ. ანჯერ არ არის მომწიფებული ყველაფერი ისე, რომ ეს ვთქვა. და ამის მზაობა არ მაქვს და არის რაღაცები, რის გამოც ადამიანებმა უკან დავიხიოთ და ყველაფერზე ვერ ვისაუბროთ. თუ მოვა ამის დრო, რა თქმა უნდა, ვისაუბრებ, ოღონდ რაღაცა მოვლენებს ვაკვირდები და ვხვდები, რომ შესაძლოა ამის დრო უფრო მალე დადგეს, ვიდრე წარმომიდგენია. არაფერზე ხა ზედმეტად მე არ ვისაუბრებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მეც ვიცი, რომ ჩემი სახე არ არის ისე, როგორც თქვენ იცით, რომ გვანცა სახეა. ეგ ხო მეც ვიცი.
ალბათ ბევრი ქაოსია და ის ბრალია. ერთ-ერთი. თუ მაინც ამის ბრალეულობაზე უნდა ვისაუბროთ. მე ხო იცით რაღაცებზე ძალიან ისევ საუბრობ ხოლმე რა. მაგრამ შეიძლება ბევრ რამეზე ვისაუბრო. უფრო ბევრ რამეზე ვისაუბრო. ბევრი თემები განვიხილო ხოლმე. თქვენი აზრიც მოვისმინო, არა იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში რამე გადაუწყვიტო თქვენი თქვათ აზრებიდან გამომდინარე, არა, ყველა თავის ცხოვრებას თვითონ წყვეტს ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, ასეც უნდა იყოს ხო? უბრალოდ ზოგადად რაღაცებს მოგიყვებით ხოლმე და მე თქვენი აზრებიც გამიზიარეთ, თქვენი ისტორიები გამიზიარეთ, ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ ყველაფერს ცოტა დრო ჭირდება და არ ვიცი ეს დროის ამბავი არ ვიცი, მოკლედ. ვიცი რომ ცოტა ხალის დაკარგული ვარ. ამიტომ თუ მეტყვით რომ მე ის ხალისიანი კვანცა მინდოდა და შენ რაღაცა ცოტა ისე ხარ ამ ბოლო დროს და აი ვეღარ გიყურებ. პირდაპირ გეტყვით გავიგებ. არ გამიხარდება ახლა თავისთავად. არა გავიგებ. ეს არის ერთ-ერთი მოდელი. აუცილებლად გავიგებ. მაგრამ ყოველთვის ფეიერვერკები არ არის ხოლმე. და მე კიდე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ძალით ფეიერვერკობს. თუ მიხარია, მიხარია, თუ წყის, თუ მტკივა. ჩემს ცხოვრებაში ყველა ემოციას, ყველა გრძნობას აქვს თავისი ადგილი. აბსოლუტურად ყველაფერს. და ეს ორმაგი რაღაცები არ შემიძლია რა. აი რა არ მიყვარს და რა არ შემიძლია გეტყვით. აი ძალიან რო ვაწუხებთ, ძალიან რო სტკივად, ძალიან რო რაღაც, ანუ კომფორტის ზონიდან რო არიან გამოსული და აი ჯაბეჭნიერებს თამაშობენ. ანუ თითქოს არაფერი აღელებთ. მე კიდე ვასაბუთებ იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა, ზოგადად. ნებისმიერი რამ, რაც ვერ არის შიგნიდან რაღაცები დალაგებული ემოციები ვერ დაგილაგდა და ამას ნახე თუ გაჩნია თუ მაგალითად ხარ საზოგადოებაში სამსახურში ხარ, ანუ ხო ხვდებით, იქ ეხლა უკაცრავად რა ყველას თავისი რაღაც აქვს გესმის და ხო იქ კიდე სხვანაირად ლაგდება რაღაცები, თუმცა იქაც ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც ეტყვი და აუცილებლად გაგიგებენ. ეს კიდე სხვა ამბავია. მაგრამ რა თქმა უნდა შენი რაღაცა, ეხლა მთელი მას არ უნდა მოახვიო და ვაივიში არ უნდა გქონდეს ახლა, რაც არ უნდა გაწუხებდნენ კაც. სულ ერთია. არ უნდა გქონდეს თავისთავად. შეიძლება ძალიან არეულად საუბრობ და ეხლა არც ეგ არ გაგიკვირდეთ. უბრალოდ მე თუნდაც არ ვიცი რა. რაღაცებია თავდაპირველ.
თავდაყირასაც თავდაყირა. კაი სიტყვა. რაო ჩემო სიცოცხლე. ამ თავდაყირა მდგომარეობასაც უნდა რაღაცა ხელის წაკვრა, რომ ჰოპ გასწორდეს. კაი, ეხლა ერთ წამის გაცხოვდეს და დაგიბრუნდებით. აი, სანამ ეს ხურდება და კარგად ხდება, მანამდე დაგათვალიერებინებთ, ჩემანინომ რამდენი პროდუქტი ჩავამიტანა. ხო და ბარემ გაჩვენებთ. ეს არის შავი კოლგეითი. ესეთი, რა თქმა უნდა, აქაც იყიდება, მაგრამ იქიდან ჩამოქვს ხოლმე ჩემთვის რაღაცეები, ქალური რაღაცეები. ნუ ეხლა ეს კაცისაც არის, მაგრამ ჩემთვის დავიტოვე ეს. ისე რომ ჩემს იმაშია განყოფილებაში და მეთქი კუბახილი არ ახლა. ეს გახავთ ხელის, ოღონდ არ გამომიყენებია და არც ვიცი როგორი, არც მინდა ახლა წავისვო, იმიტომ რომ ეს ხელს მიშლის მერე საყურისიმაში და მოდი ოდნავ დავიტანოთ და ვნახოთ, როგორც ვხედავთ არის გვირილის, ზედაც ახატია გვირილა. მოდი ამით ვიზავ, იმიტომ რომ ვიზავ მიშველეთ. აი, აბა ვნახოთ ზემოდან, ქვემოდან არა, იმიტომ რომ ვერ გავაკეთებ მე საყურეს ისრიალებს ხელზე. და მოდი გავაკეთოთ ერთი. რას იზავს და რა სუნი ექნება და რა სტრუქტურა გავიგოთ. ცოტა შორის ძალიან კაი სუნი აქვს. როგორია იცით? ნეიტრალურია. არ შეგაწუხებს რა ეგეთი სუნი აქვს. ოდნავ წააგავს ისეთ რისუნს. ხელის საპნები რო იყიდება ახვაც, რომლებიც იცით, აი ჯიჯები რო ბუთქუცები სამი ერთად როდებს, ხო იცით? დაახლოებით ოდნავ მისუნს წააგავს. რა მე მგონი მიხვდით რომ მას ვიძახი. შემდეგი პროდუქტი გახლავთ ნივია, ეს არის სახის გამწმენდი და ჯერ არ გავამიყენებია, ჯერ ახლა ჩავამიტანა პრინციპში და ამის გამოსაყენებლად დრო მართლა არ მქონდა და დასატესტად და რაღაცები მოკლედ. განა რამდენი დრო უნდა ეხლა ამას, მაგრამ ნუ მოკლედ არ გავამიყენებია. ვაიმე, მიშველეთ. არაფრის სუნი არ აქვს, რაც ძალიან კარგია. ანუ რაღაცა სპეციფიური ძაფრი არ აქვს ამის თქმა მინდა. რომ ოდნავ რაცა შორიდან აი ნივიას როგორც ახასიათებს, ეგეთი სუნი აქვს, მაგრამ ისეთი რომ რაცა ცხვირი წაგართვას, ეგეთი არ. ხო და აუცილებლად გამოვიყენებ. სხვათა შორის მითხრა რომ ძალიან კარგიაო სახეზეო და ვენდობი. ნახოთ. შემდეგი პროდუქტი, რომელიც აშკარად მინდოდა და მე მაქვს ჩვევა, მგონი ამოჩემება მჭირს ხალხო, როგორი გეტყვით რაღაცა გუიმური, რომ ანუ თითქოს დავიწყებ რაღაცა პროდუქტის გამოყენებას, წავალ აქ ვიყიდ, მივაბუჟიალებ кайფულს და მე რა ვიცი, ბეზრდება წასმა და ეგრე მიგდია, მე რა ვიცი, სტრუქტურა ეცვლება და ვაგდებ. ხო და რაც არ მემართება ხოლმე ნინოს გამოგზავნილებს, ზოგადად ნინოს ჩამოტანილებს და ეგეთ რაღაცებს და მინდა ვთქვა, რომ არ მემართება ეგრე, ანუ რაღაცნაირად ძალიან ისე ვარ ხოლმე რა, ბოლომდე რომ მიყვები ხო ხდები. ხო და ლორეალის თვალის ირგვლივ წასასმელი კვანცაც მიწერია. თავის თვალის ირგვლივ წასასმელი სიმართლე რომ გითხრათ, აქ არ მიკითხავს ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ძირითადად პოები, ძირითადად ლორეალს იქიდან მიგზავნის ხოლმე ნიან ჩამოაქვს, ან დედას ჩამოაქვს, შესაბამისად მართლა ხა ეს განსაკუთრებით თვალის არ მიკითხავს. ის რასაც ველოდებოდი სახის და რომ ვაფრენ ისე მიყვარს, ფაზაკლებითაც ზვირიღებდა და ამიტომ თავი შევიკავებ და
ძალიან კარგი მაჩუქა ჩემო ბიძაშვილმა სახის, აი ძალიან მომწონს და იმას ვიყენებ და ჯერ უიდე და მაგას ოდის დავამთავრებ, ამიტომ არ ვჩქარობ. და არის ხალხო, ჯერ ძალიან მიყვარს აი ამდაგვარ მინაში, როცა არის მოთავსებული პროდუქტი, აი რაღაცნაირი ის არის რა, ჯერ ნახეთ როგორი ლამაზია. ეხლა ზოგადად, რა ვიცი, L'Oreal ძალიან კარგი ისინი აქვს შეფუთვები და ძალიან მომწონს ეს ისინი, როგორშიც არის ზოგადად რა. აქვს უმაგრესი სუნი, გოგოებო. ისეთი სუნი კი არა აქვს, აი რაღაცა ძალიან რო გიყვარს პირობითად, რა ვიცი, ქოქოსი რო გითხრათ და ეგეთი კი არა აქვს. ნეიტრალური სუნი აქვს და ძალიან კარგ სუნში გულისხმობს, რომ რო ვისვამ, არ მაწუხებს, ანუ ხვდებით, რომ აი ვაიმე დაი რაღაც, არ მაწუხებს, აი ძალიან კაი სუნზე რჩება და აი გადის მერე ძალიან მარტივად რა. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ დიდხანს მეყოფა, იმიტომ რომ მხოლოდ თვალისირგული წასასმელია. არ ჭირდება ხვეწნა რომ შეიწოვოს კანმა, აი მე მქონია რომ ალერგიასაც მაძლევდა და იმედია რომ ეს ალერგიას არ მომცემს. რა ვიცი, ხა ორჯერ გამოვიყენე და ალერგია არ მოუწია და იმედს ვიტოვებ რომ არ მომცემს. თქვენ გახსოვთ ხა რამდენიმეს რო ვიყენებდი და საკმაოდ ძვირად ღირებულსაც მათ შორის ხან თვალი მისივდებოდა და ხან გუგა მივარდებოდა და ხან ორივე თვალიც ხელში ვათანთალებდი და მოკლედ. ხო და არ ვიცი მოკლედ ეს რო რასიზავ შეჯობით კარგად მივდივართ. და აი ავტომატურად ხდება გოგოებო შეწოვა და არანაირად არ რჩება აი მიტყეპნილი როა და რო პრიალებს გოიმივით, აი ეგრე არ რჩება რა. და მე მქონია პროდუქტი რაღაცნაირად პრიალებს და მე იცულებული ვიყავი რომ რამე რო წამესვა, ხო, ეხლა ეგრე ვერ გადავისვამდი და ხელით ვცდილობდი რომ ამეღო ის რაღაცა ზედმეტი რაც კანმა არ შეიწოვა, რა, არ მოეწონათ, არ შეიწოვა. ზოგი არის რომ იწოვება გვიან და ეს არ არის იმის ბრალი რომ რამე ცუდია ის პროდუქტი, არა, უბრალოდ ზოგი არის შესაძლოა რავი მთელი ის დაჭირდეს, რა ქვია, რამდენიმე საათი მთელი ღამეც რომ შევიდეს კანში. ზოგის კანია ასეთი, ნუ აი არ ვიცი, ტიპის მიხედვით არის ალბათ, ვერ გეტყვით. მაგრამ მე რომ ესე იგი L'Oreal-ზე ვარ უგზოუკულოდ შეყვარებული, რა ვიცი ხა ამაზე იმდენი ვიდეო მიდევს L'Oreal-ზე რა უნდა დამაფინანსოთ ბატონებო, ის ჩემი ძალიან დაფინანსებას ვინ დაეძებს, ხალხო ის რომელი პროდუქტიც მე მინდა დააკელი, კარგად დააკელით. ხო და მაგას ვამბობდი რომ ესეც ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გამოვიყენე, ხო? აი რა ვიცი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შემთხვევაში ძალიან მოუხდა თვალის არეს და ჩემ რძალმა მითხრა, რომ აი გვაცა ისე მომწონს ხა ჩემი რძალი და სახის პროდუქტები და თანმოწონება ისეთი ამბავია და ისე მომწონსო, აი რაღაცნაირი უნაზესიაო და ზუსტად ესე იგი სანამ დავიტანდი, აი რომ იხსნი და აი უნაზესი, ურბილესი, აი 10-დან 10 ამ ეტაპზე მე რაც გამოვიყენე, 10-დან 10, ანუ 900-ს რო არ ვაკადრებ ეგეთი. 10-დან ალბათ 800-ს დაუწერდი, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად მიხედვით იმისა, რომ არ არის ცუდი, ვფიქრობ, რომ ალბათ 10-დან 800-ს დაუწერდი. არ ვიცი. გამოყენებული მაქვს უღონდ სხვანაირი, ამიტომ იმით ვერ ვიმსჯელებ, იმ მეორეთ ნივიათი ვერ ვიმსჯელებ ამას, ეს არ ვიცი, უნდა გამოვიყენე ძალიან კარგი. აი ჩვეულებრივ Colgate-ს, ანუ შავი რო არ არის, რაღაცნაირად თითქოს მირჩევნია, აი ეს შავი, თითქოს. კიდე უნდა დავაკვირდე. მოკლედ. ზაფხულში რო ჩამობრძანდება ქალბატონი, რა ვიცი, ეგ ისე სწრაფადატი საქართველოში და ისე სიურპრიზებს აწყობს, დამიკაკუნებს, კარი გააღეყავა დაადგი და გავაღებ და ბარგი დგას კარებში, ანუ მაგისაც ვერ გაიგებთ ვერაფერს. იმედი მაქვს მე რაც მინდა, იმასაც კარგად ჩამომიცუნცულებს ზაფხულში. თუ ამ ვიდეოს უყურებ,
მადლობელი ვიქნები. ეს კუთხი რა თმიდა არ ვიცი. მოკლედ, ესეთი ამბები, რაც შეეხება აი ამ პროდუქტებს, რაც მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის და მოდი თან ამას გავაკეთებ. გუშინ რა დამემართა, აი ანუ ვხაოდი გუშინ ხამის აი რავი რომელი იყო სათი ვხაოდი და რა დამემართა. საერთოდ, როდესაც საყურეს გააკეთებთ, ნუ შეეცდებით რომ თავიდანვე რო გააკეთებთ, აი ეს გასაყრელი მოარგოთ. უკან დასამაგრებელი. და რატომ? იმიტომ რომ არის ჯერ ისევ სველი, არ არის კარგად გამშრალი და შესაძლოა ყუნწი მოარყიოთ. თქვენმა მონამორჩილმა გადაწყვიტა რომ ეგ გააკალდა ღამე დალოდებოდა, არაერთხელ გამიკეთებია ეგრე ხალხო, პირველად კი არ გავაკეთე, მაგრამ ნუ მოირყა. თქვენმა მონამორჩილმა გადაწყვიტა რომ ეგ გააკალდა რაღაცა კანონებს დამორჩილებოდა და ავდექი ხალხო და ვეჯაჯგური 1 საათი შესაყრელს, აი ამას, მეორეს, ანუ ამას. ოღონდ გაკეთებული ეს გადაღებული ვიდეო ატვირთული და მე დავიწყე ამის წვალება დავიწყე და რას ხედავ რომ ქანაობს, თითი მივადი და შიგნით ქან. აი თუ ტვინში ყველა წერტილი არ გამეთიშებოდა არ მეგონა ისეთი დამემართა. კი რაღაც გავგიჟდი, იმიტომ რომ ნახეთ, ავაძრე, მე ნუ სხვა გზა არ იყო რა თქმა უნდა და ეს ავაძრე უკანა კარკასი ავაძრე. მე შევეცადე დამეწებებინა ახალი ბუნებრივია. ჯერ ხოთლებს ავაძრე, კაი, მე დავაწებე მეორე, არ მომეწონა, მე ავაძრე, სულ ავაძრე კიდევ და არა მხოლოდ ავაძრე, აი ეს სულ დავშალე. სათითაოდ გავასუფთავე, გამოვჭერი ახალი ნაჭრები, რაც რა თქმა უნდა სერიოზული დადაკარგია, თავიდან ყველაფრის კეთება, იმიტომ რომ ხარჯია და თავიდან გავაკეთე დღეს ეს წესით გუშინ დასრულებული და ვიდეო ატვირთული, თავიდან მომიწია აი ამის ცალის გაკეთება. ანუ რისი ღირსი ვარ ახლა თქვენ თვითონ რა ვიცი. რისი ღირსი ვარ, მე კი ვიცი, მაგრამ ინაღამ გავაფრინე. მე მეგონა რომ გუშინ შევირყეოდე ჩვეულებრივად ვხაოდი. ხო, ეხა ეს უნდა ეს აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მშრალი და სუფთა, როდესაც ხვირს ჩაყოფთ გვერდებში, სადაც ასე ვთქვათ, კარგად წებო არ გქონდათ ჩასხმული, ჩვეულებრივი ამბავია და ჩვეულებრივი პროცესია. ვყოფთ ჩვენს კაიგაც. ეხლა ნერვები არ მომიშალო. ცოტათი ვყოფთ პირს, თუმცა ერთი წუთით ბევრი მოვიდა, ამიტომ ამას ახლა თავისივე პირით უალა ამოვიღებთ. რა თქმა უნდა, ნახეთ, ამ ხელაწებო გადმოვიდა, ამას მე ვიცი რასაც უზავ, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ერთმანეთზე კარგად უნდა დაეწებოს და აუცილებელია გოგოებო, რომ სილიკონი დიდხანს არ უნდა გააჩეროთ, ანუ ჩასხი დააკარის ამბავია. ამის გაჩერება და მოიცა მერე მივადებ ხელს და 2 წუთის მერე მივადებ, ჩათვალეთ. ხო და ხო, წებოზე ვსაუბრობდი. არ შეგაშინოთ იმან, რომ უვიდე და ახლა წებო ჩანს თუ რაღაცა და ვაიმედე და რა ვქნა. თუ ვიცით ტექნიკა როგორ მოვაშოროთ ყველაფერი, ძალიან მარტივია, თუმცა ახლა რამდენიმე წამი ამას რა თქმა უნდა ხელსაც კი არ ვახლებ, რა ძალამატკია. ახლა შევამოწმოთ სხვა პირები სადმე თუ არის, ოდნავ მაინც ასე ვთქვათ სლაბ მდგომარეობაში.
იქით არც ერთი, იქით ვნახოთ. არის ხოლმე როგორი მომენტი, იცი რომ ღამე თითქოს ყველაფერი რიგზია და დილით აღმოვაჩენ რომ რაღაცა სადღაც ეგეც არ არის დიდი პრობლემა. სანამ გაყიდი თუ რავი რა შვები, იქამდე გამოასწორებ. ახლა ჩვენ აქ ნაპირში გვაქვს ცოტა რასაც აუცილებლად უნდა წებო, თუმცა როგორც გითხარით, ნახეთ, სველია პირი და აუცილებლად უნდა გავაშროთ. ახლა ესა მოვაშოროთ და ყველაზე კარგად ყოველთვის თუ გნებავთ გასუფთავება, უნდა გავასუფთავოთ მსგავსი ნაჭრებით, რასაც მე ვიყენებ. ნუ ჩემ შემთხვევაში ვაიმედი და უწებობ ჩხილზე ამეკრო. თიწუთით ეს გავწიოთ, რომ არ მოედოს უკანა კარკას. არ უნდა მოგვედოს არც ერთ ვარიანტში. გვანცა რატოა ხავ ამდენ წებოს, რა იყო ხამი ხარ შვილო და ვაიწებო, მაგ თუ რა არის ახლა ვირეკა. კაი, ეს ახლა გაშრება გოგოებო. მერე რა თქმა უნდა მე ყველა ბუწუწს ამოვაცლი წებოსას. მერე თავისი ვეწებოდი, გადავატარებ, რომ გალღვეს ზემოდან თუ რამე ვაიდა აქვს და ბუნებრივი ამბავია ეგეც. ხო და ხვალ მიემგზავრება ესაყურე თავის პატრონთან და იმედი მაქვს რომ მოეწონებ. ხო, რა უნდა მე თუ ხო ერთი წამი. ახლა ცუდად კი მიდევს ტელეფონი თან ძალიან ცუდად უბრალოდ სხვანაირად ვერ ვდებ, იმიტომ რომ ვაიმედე და აქვე მაქვს იმაში რა ქვია მიერთებული. მანამდე გავასუფთავოთ. ძალიან ვარ დღეს წყობიდან გამოსული, საკურიერო ძალიან მომიშალა ნერვები. შეკვეთილი მაქვს დოდონას სტიკერები, რომელიც უნდა დაეკროს ჩემს აქსესუარს, როდესაც გაიგზავნება და დღეს უნდა გამეგზავნა რამდენიმე საყურე და იმდენად მინდოდა რომ მაგით გამეგზავნა, რომ აი ხაოდი ბოლოს და ეხლა უკვე ბოლოს ვკიოდი სხვათა შორის. და საკურიერო არაფერ შუაში არ არის თურმე და შუა თურმე რა, ანუ როდა მირეკა მითხრა რომ საბურთალოზე ხარო და არა მე ვთხარი, მე მითითებული მაქვს ბატონო საბურთალოზე, რატო უნდა ვიყო ხა? მეთქი ხო გითხარით, მეთქი ესა და ეს მივუთითე. ხო და მითხრეს რომ თურმე ნუ იტყვი და მხოლოდ საბურთალოს კურიერი ბრძანდება და ვერ მოგართმევთო მანდ, იმიტომ ჩვენ მხოლოდ საბურთალოზე ვმუშაობთო. და რა თქმა უნდა, ეს ვისი ბრალია თუ არა იმ კომპანიის, სადაც შევუკვეთე ესენი, იმიტომ რომ მე მივუწერე კონკრეტულად 2 მისამართი, ასევე მივუწერე საათები, რომ უნდა მიეტანათ ან იქ, იმ და იმ საათზე, კონკრეტულზე, ან აქ. მთელი დღელოდინის ჟამს ღამის რომელზე კაცმა არ იცის, მირეკავს, რომ თურმე იმე საბურთალოზეა კურიერი. კურიერის გარ ამინდა კაცო მაგას უთხრეს, რომ საბურთალოზე ეხებოდა მხოლოდ და კონკრეტულად საბურთალოს კურიერს შესაბამისად, ხა ვერ გავიგე მაგის გარ ამინდოდა. ხო და რა არის ეს რა მომსახურეობა ხო ვერ მეტყვით ერთი გამაგებინე და ერთი კარგად კი უსაყვედურე იცოცხლე. ისეს ნერვემოშლეზე მივაყოლე ეგეც. ოღონდ მე არ მიყვარს დაუმსახურებლად რაღაცეები. აბსოლუტურად დამსახურებლად მიიღეს ჩემგან ძალიან კაი გრძელი საყვედური. თანხმოვანი. იმიტომ რომ მისაწერად არ მეცალა. მე რო გიხდი შენ ფულს და გეუბნები რომ ესე და შენ მეუბნები. კი. არ არის პრობლემა. მოდის კონკრეტული საათები გეუბნები და მეუბნები რომ კურიერთან ჩვენ შეხება არ გვაქვს შესაბამისად ვერ გავიგებთ სად არის თუ რაღაცა.
ნებისმიერ საკურიერო კომპანიასთან, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ზოგადად, გვაქვს მიმოწერა და ვიგებთ დაახლოებით როდის გადაეცემა ნივთი. თუ მოვინდომეთ, ეგ პრობლემა არ არის. რატო ვერ გაარკვიეს, ხო ვერ მიყო. მაწვალეს, მალოდინეს და რამდენი საათი ვერ აგიხსნით, იმ იმედით, რომ დღეს უნდა მომეტანა. იმ იმედით, რომ დღეს უნდა შემეფუთა რაღაც სამკაულები, დამესტიკერებინა, გამემზადებინა, დამეწერებინა და ჰოი საოცრებავ, საერთოდ არ მაქვს სტიკერი. არც ერთი, იმიტომ რომ კურიერს არ ეხება ნახალუკაში მობრძანება. და ეხება მხოლოდ საბურთალო და თურმე უიდე და რატო არ ვიცოდი. რატომღაც, მოცოდნოდა. თუ არ მეტყვია, საიდან უნდა ვიცოდე, ხო არ იცით. თუ არ მომელანდება. ძალიან ვარ იმაზე გაბრაზებული. ვისგანაც შეკვეთა იმას ვქენი, რა ქვია. სტიკერები დავამზადე. ძალიან ვარ. ვაპირებდი მეორედ შეკვეთას, მივწერე კიდეც რთვის ბოლოს კიდე მინდოდა სტიკერები, მაგრამ აღარ შევიძენ მაგათთან. ძალიან გამაბრაზეს. აი როგორ ვერ აგიხსნით? აი გაფიცებთ რა ქცევა რა ეს რომ მე შენ გელოდები ანუ იმდეხას გელოდები რომ უკვე რა ვიცი მე მეორე ბავშვი გავაჩინე მე მგონი იმდეხას მალოდინებ და მერე თურმე უიდე და კურიერს არ ეკუთვნის ნახალუკაში გამოსვლა. ეხა ეგ როცა შენ საკურიეროს უთანხმდები ჩემო კარგებო ვინც არიცით თუ გამომტყუნებთ მინდა გითხრათ რომ ის რა თქმა უნდა ძალიან კარგად გვეუბნება საერთოდ შეუძლია თუ არა კონკრეტულ მისამართებზე მისვლა, რადგან ჩვენ ყველა მისამართს ვუთითებთ, სადაც დღის მანძილზე უნდა მოვხვდეთ ორს მაგალითად, რომ დროულად იმას გვქნან რა, მიუტანონ იმ ადამიანს კონკრეტული ნივთები. ეხლა 7 წელი ვერ ალოდინებ, ხო? ხო და რადგან მე ვიყავი მიცკევიჩზე და მთელი ჩემი დღის მანძილი რაც არის შეგნებული ლამის 10 საათი ვარ სამსახურში მივუთითე ორი ნომერი. ერთი ეს, ერთი ის, ერთი საცხოვრებელი. და მე საერთოდ მიყვარს დაწვრილებით მიწერა ყველაფრის. მათ შორის ჩამოვურაკრაკე ამა და ამ საათზე ვიქნები აქ, იმა და იმ საათზე ვიქნები იქ და რა ვიცი მე. დიდი რუდუნებით დაველოდე. თან მთელი დღე ეს ჩემოდენას ხელა ტელეფონი დამთრავდა, რომ კურიერმა უნდა დამირეკოს მეთქი. ხო, შეიწუხა ძალიან თავი, დიდი მადლობა. აი აღთოვანებას ვერ მალავ. ისეთი დიდი მადლობა და ეხა გული მისკდება, ხვალ უნდა წავიღო რაღაცები, რასაც აი სიკვდილოდ ჭირდება სტიკერები ისე რომ ეგ რო არ მქონდე, შეიძლება აი მიუვარდე საკურიეროს ოფის. ხო და მე რა ვიცი, მომიტანენ. თუ არ მომიტანენ ხვალ არა ხვალ კი მოგიტანენ გვანცა ჩემ თავს ვაწყნარებ და ვიცი რომ მომიტანენ, მაგრამ გააჩნია რომელსაც. ვაიმე, არც კი ვიცი მაგათ რა ელოდებათ. ნეტა იცოდნენ რა ელოდებათ თუ არ მომიტანეს ისე დროს, როცა საჭიროა და არა 7 საათზე. მოკლედ, დავასრულეთ ჩვენი გუშინ დასრულებული საყურე, რომელიც თავიდან გავაკეთეთ. ხო, რავი, ხდება ხოლმე. ამიტომ ახლა სველია და იგივე შეცდომას არ დავუშვებ და დაველოდები ხოლგაშება და ყუნწებს მერე გავუკეთებ. დღეს მისის მადა უნდა სნუყიდო შორტი და ის უნდა ჩავეცო. მისის მადოს გავარ, მაგას უნდა უყიდო შორტი და ჩავარ. მისის მადოს გავხარ?
გილოცავ დაბადების დღეს მისის ძმა და შემდეგ იყიდო შორტი და ჩაგაცვა. I love you.